მოგესალმებით. დღეს ვიმოგზაურებთ ხევსურეთში. ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და ისტორიულ კუთხეში საქართველოში. ეს არის ადგილი, სადაც მაღალ მთებში დაცულია საუკუნეების ტრადიციები და საოცარი ბუნება. ამ მოგზაურობაში ჩვენ ერთად მოვინახულებთ გუდანის ჯვარს. შემდეგ გავემართებით შატილისკენ, ხევსურეთის ნამდვილ სიმბოლოში, სადაც კოშკები საუკუნეების ისტორიას ინახავენ. შატილის შემდეგ ვნახავთ ანატორის აკლდამებს, იდუმალ და შთამბეჭდავ ძეგლს, რომლის სიკვდილს და უკვდავებას შორის ხევსურეთის უნიკალური თვალსაზრისით გვეუბნება. ახლა კი გავუდგეთ გზას და დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა. მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. თქვენი მხარდაჭერა მაძლევს мотивაციას, რომ კიდევ უკეთესი ვიდეოები გადავიღოთ. მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ხევსურეთის დედასოფელ გუდანში. როგორც მოსახლეობა მოგვიამბო, სწორედ აქ ცხოვრობდა ხევსურეთის პირველი სამი გვარი, ესენი იყვნენ ჭინჭარაულები, გოგოჭურები და არაბულები, ხოლო აქედან წავიდნენ შემდეგ და დასახლდნენ სხვადასხვა სოფლებში. ახლა ვიმყოფებით ჩვენ გუდანის წმინდა გიორგის სალოცავში, რომელიც ყველასთვის ცნობილია როგორც გუდანის ჯვარი. მოვილოცავთ გუდანის ჯვარს და გავაგრძელებთ შემდეგ უკვე ჩვენს მოგზაურობას. როდესაც შემთხვევით გახედავ ცას და მზერას დახვდება ნიავი, სუნთქვა გალაქტიკების, სიჩუმე ვარსკვლავთა ხმაური დროის, უსათაურო განცდა სურვილის, ეს წამი ფიქრის გარეშე, უსასრულობით სავსე სიცარიელა. ამ წამში ისმის სიჩქარე სინათლის და დედამიწა როგორც ბაქანი მგზავრებს ხვდება და ემშვიდობება. ეს სიყვარული ეჭვის გარეშე სხეულის, ხოლო შეგრძნება შეგრძნების, ერთდროულობა, პოვნის და დაკარგვის.
ზღაპარში მე ისევ მიგვირს ამ პარტავნება უგუნურ თავთა გაუმაცხოვრობა ძალაუფლებით უთანასწორო ბედის მორებში ამოვედით შატილში დაუბანაკდით, ხვალიდან ისევ გაუდგებით მოგზაურობას. ვაგრძელებთ მოგზაურობას, ეხლა დაგათვალიერებინებთ შატილს. ვაგრძელებთ მოგზაურობას, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ანატორის აკლდამებში, რომელიც თავდადების სიმბოლოა ნამდვილი. სოფელ ანატორს შუა საუკუნეებში ეწვია შავი ჭირი და მოსახლეობა იმის გამო, რომ სხვა სოფლებშიც არ გავრცელებულიყო ეს ნეულება, მოდიოდნენ თავისი ფეხით და ცოცხლად წვებოდნენ ამ აკლდამებში და ელოდებოდნენ სიკვდილს. როგორც ვიცით, მხოლოდ ერთადერთი ბიჭი უნდა გადარჩა ცოცხალი 12 წლის ანატორელი, რომელიც იმ დროისთვის თუშეთში იყო მწყემსად წასული. და დაბრუნების შემდეგ უკვე იგი ხევსურებმა შეიფარეს და სწორედ შატილში მისცეს მას ბინა.
შენი დავხარჯა სიტყვები შენ კითხავ გამირბი ხასურის ქალა ხეობებს მისლივით მიხვები შენ კითხავ გამირბი ხასურის ქალა ხეობებს მისლივით მიხვები აკის ხაზავდამი ჯირიჩი ერავინ ილაგავს შენითა ვეფრივი დაჭრილი შესყოს გამოყვები ამ ჩემი ორღაცენითა ვეფრივი დაჭრილი შესყოს გამოყვები ამ ჩემი ორღაცენითა იპავი დაგიჭერდა ჭერები დამყარალ თოვლიან ქედებს იპავი დაგიჭერდა ჭერები დამყარალ თოვლიან ქედებს ეს მუსიკალა უშენახარებ კადერტი ეს თბობას დალოცავს უფალი ქრისტევერტი ეს ურის ალა უშენახარებ კადერტი ეს თბობას დალოცავს უფალი ქრისტევერტი შენი ქმარი ასი მეომარითა ასაუკრავდა ასმივაწენ სისხლს გაუშვებ ღვარადა ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ თოც ვითარებ ფარადა ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ თოც ვითარებ ფარადა ბაგემალო ვერდამა კოცნას მაინც დავამჩნევ ერთი წუთით შენ შავდალავს ბალახებში დავაფენ მერე მომწუნე მერე მონახო აღარ მეტარდებოდეს გადამკრანდა გადამჩეხონ ხმალი მიწასრულდებოდეს გადამკრანდა გადამჩეხონ ხმალი მიწასრულდებოდეს ბევრჯერულ ესე შავიდანა ბრაზით დაგახელები სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები უფრო ბევრჯერ ხიმის ჩემი ციდეგულის ტკივილი ახლაც ახსოვს ხანეს ჩემი არწივული ტკივილი და სიკვდილმა ჩემთან ახლო ბევრის თვალი მოფისა თებსაც ახსოვს ქარსაც ახსოვს ეხო ჩემი თოფისა თებსაც ახსოვს ქარსაც ახსოვს ეხო ჩემი თოფისა დამაცადე შაულხამეში დაქილეწო კარები მოვიხლიო შენი ეშხი შენი შმაკი მკლავები მერე მომწუნე მერე მონახო ახარ მეტარდებოდეს გადამკრანდა გადამჩეხონ ხმალი მიწასრულდებოდეს გადამკრანდა გადამჩეხონ ხმალი მიწასრულდებოდეს
ბაგემალო ვერ დამალ კოცნას მაინც დავამჩენ ერთი წუთით შენ შავ დავას ბალახებში დავაფენ მერე მომწვდე მერე მონახო ახარ მეტარდებოდეს გადამკრან და გადამშეხონ ხმალი მიწასწრდებოდეს დამასადე შავ ხამაში დაგილეწო კარები მოვიხვიო შენი ეშკი შენი შმაგი მკლავები მერე მონახო მერე მომწვდნენ ახარ მეტარდებოდეს გადამკრან და გადამშეხონ ხმალი მიწასწრდებოდეს გადამკრან და გადამშეხონ ხმალი მიწასწრდებოდეს მოიწონეთ ვიდეო კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი აზრი თუ როგორ მოგეწონა ჩვენი მოგზაურობა გამოიწერეთ არხი წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოგზაურობა გველის